მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. დავანებოთ თავის სახელებსა და გვარებს ჩვენ ვართ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და იმაზე რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეს ყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს. ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას. მითითებებს რადიკალურ ოპოზიციასთან მართველი გუნდის ყოფილი წევრის თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ხომ არ მიუყავართ სუსის ყოფილ ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან. პრემიერის განმარტებით ახლა მართველი გუნდი კონცენტრირებულია უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან. ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ. ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩაბამ ვილნიუსში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის პრესამსახური ავრცელებს. ბოკუჩაბას განცხადებით ევროკავშირის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებზე უნდა იყოს მიმართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ თამარ იოსელიანი დაინიშნა. იოსელიანმა ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა. თამარ იოსელიანს ტრანსპორტის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2018-2023 წლებში ის ხელმძღვანელობდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. 2023-2025 წლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო 2025 წლიდან დღემდე ეკავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე წელს თამარ იოსელიანი დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ. 2007-2009 წლებში დაამთავრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის პროგრამა, რომელიც მოიცავდა კორპორაციულ სამართალს, მმართველობას, საერთაშორისო და კომერციულ სამართალს, კონკურენციის პოლიტიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს. აცხადებენ სამინისტროში. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯერიმება არა მხოლოდ ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევაა, არამედ სამუდამო სასირცხვილო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიას. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, მართველი გუნდი ქართველებს რუსების დავალებით გენეტიკურ კოდს უცვლის. ქართული ოცნების მიერ ბოლოდროინდელი განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა დემოკრატიული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის განზრახვის შესახებ და ასეთი აკრძალვა. თავისთავად ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას ამყარებს საქართველოში. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში, რომელიც პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ ვილნიუსში დაამტკიცა. გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის სწრაფი დაცემის და იმ სრულმასშტაბიანი კონსტიტუციური, პოლიტიკური და ადამიანის უფლებების კრიზისის გამო, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ჩადენილ სისასტიკესა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, დაკავებისა და დაკავების დროს მრავალი დასაბუთებული ცნობის შესახებ. ყობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება. ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპული განათლების სისტემის განგუთიშავს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ 20 წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება. ეს ნიშნავს ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან გამოსვლას. აბა თქვენ იცით, გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში, შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში, წერს ზურაბიშვილი. თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი. ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ 11 წლიან სასკოლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში მოსწავლეებს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდებათ. ყობახიძის განმარტებით, ქვეყნის პრიორიტეტია, რომ სტუდენტმა განათლება საქართველოში მიიღოს. ამასთან პრემიერმა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სურთ, ალტერნატივად ქვეყნიდან წასვლა, მე-12 კლასის სხვა ქვეყანაში დასრულება და შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება შესთავაზა.
იმ ადამიანების პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს ქართულ პოლიტიკაში არ არის. ამის შესახებ თბილისის მერ მაკრახაკალაძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტია პირველ რიგში საკუთარი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც მწვავეა. საუბარია აგენტურულ ქსელზე, რაც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ის შექმნილიყო. ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის, ბევრ სახელმწიფოში, სადაც კონკრეტული ადამიანები ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ, იგივე მეთოდებით მუშაობდნენ. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა. ამას ვამბობდით წლების წინ ჩვენ, რაზეც ქილიკობდნენ და დაგვწინოდნენ, განაცხადა კახაკალაძემ. თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებთან დავით ღურწკაიასთან და დავით გიუნაშვილთან, რომლებიც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები, ადვოკატი გიორგი გელხაური მევიდა. როგორც ადვოკატმა დაკავებულებთან შესulis წინ განაცხადა, მისთვის უცნობია თუ კონკრეტულად რას ედავებიან დავით ღურწკაიასა და დავით გიუნაშვილს. ვიცავთ დავით ღურწკაიასა და დავით გიუნაშვილის ინტერესებს. ახლა ხან გავარკვიეთ, რომ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან ეს პირები. არ ვიცით რას ედავებიან და რა იქნება ბრალი, განაცხადა გელხაურმა. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ბოლისთან სამუშაო ხასიათის შეხვედრები გამართეს. სიების ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობა თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ხაზი გაესვა საფინანსო სექტორის ჯანსაღ ინდიკატორებს, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ზრდას. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, სების გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით $350,000-მდე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხა შემოიტანეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმო საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. იურიდიულ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად ჯარიმას საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს. პროკურატურა ხუთივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადას შემიმართავს. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს ბრალი წაუყენეს. CNN-ის ინფორმაციით ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემისთვის 8 ბრალდება წაუყენეს და ინფორმაციის შენახვისთვის 10. წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ნაწილი ფოკუსირებულია ჩანაწერებზე, რომლებსაც ის ელექტრონული პოსტის ანგარიშზე აკეთებდა საკუთარი თავისთვის. მას შორის წერდა თავისი ყოველდღიური საქმიანობის შეჯამებას, როდესაც ის ტრამპისთვის მუშაობდა. ჯონ ბოლტონი ბრალის წაყენებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების მსხვერპლია. მისი მტკიცებით, როდესაც 2021 წელს მისი ელექტრონული პოსტა გატეხეს, FBI-მ სრულად იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ და წინა ადმინისტრაციის 4 წლის განმავლობაში ბრალი არასდროს წაუყენებიათ. შემდეგ მოვიდა ტრამპი, რომელიც განასახიერებს იმას, რასაც იოსებ სტალინის საიდუმლო პოლიციის უფროსი ამბობდა. მაჩვენე კაცი და მე გაჩვენებ დანაშაულს, აღნიშნა ბოლტონმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე ვლადიმერ პუტინმა კრემლში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შეკრიბა და მათ ამერიკელ კოლეგასთან მოსაზრებების გაცვლის შინაარსი დეტალურად გააცნო, განაცხადა უშაკოვმა. მისი თქმით, პრეზიდენტებმა განიხილეს ახალი სამიტი, რომელიც სავარაუდოდ ბუდაპეშტში გაიმართება. უშაკოვის ინფორმაციით შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ერთობლივი მუშაობის შედეგად გაირკვევა. მათ ასევე განიხილეს უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხებით საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იარაღი ბრძოლის ველზე სიტუაციას არ შეცვლის, მაგრამ სერიოზულად დააზიანებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს, აღნიშნა უშაკოვმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით ბუდაპეშტი ევროპაში ერთადერთი შესაბამისი ადგილია რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სამშვიდობო სამიტისთვის. ბუდაპეშტი არსებითად ერთადერთი ადგილია ევროპაში დღეს, სადაც ასეთი შეხვედრის ჩატარებაა შესაძლებელი. ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად და ღიად დგას მშვიდობის მხარეს, აღნიშნა ორბანმა. მისი ინფორმაციით ხუთშაბათს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. მისი ინფორმაციით საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. თავიდანვე ვამბობდით, რომ ომი ცუდი რამ არის, მაგრამ ეს არ არის დიპლომატიური არხების დახურვის მიზეზი. დიპლომატიის გარეშე მშვიდობა არასდროს იქნება. ევროკავშირი მშვიდობის პროცესისგან განზე არ უნდა გადგეს. ამერიკის პრეზიდენტის მსგავსად ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსეთს, აღნიშნა ორბანმა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პატრიოტის სარაკეტო სისტემების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვდა თავდაცვის კომპანიის წარმომადგენლებს, რომელიც პატრიოტის სისტემებს აწარმოებს. მე მათ ვუამბებ ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ ჩვენს მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებული თავდასხმების შესახებ, წერს ზელენსკი X-ზე. მისი ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს სარაკეტო სისტემების წარმოების სიმძლავრეები, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და შორმანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანამშრომლობის პოტენციური გზები და უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი წარმოების პერსპექტივები. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.